პავლე მოციქული აგზელებს, რომ ქსურსო თითოეული თქვენგანი სასოების სავსებისათვის, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღმერთი არ გვიკარგავს უსამართლობას და ჩვენს მსახურებას წმიდის მიმართ, პატრიარქის მიმართ ხედავს, ჩვენ ამ ერთიანობას ხედავს, ეს არის შესაძლებლობა, ეს მადლისმიერი მოქმედება, ეს მადლისმიერი მოქმედება ჩვენს ბუნებად რო იქცეს, ეს ერთობა რო შევინარჩუნო და ერთგულება ქრისტესი, მისი წმინდა ეკლესიისა, მისი იერარქიისა და ასე შემდეგ, ამისათვის კიდევ არის რაღაც საჭირო, იმიტომ რომ ეს პერიოდი გაევლის და მადლი, რომელიც გეძლევა დაუმსახურებლად, თუ შესაბამისი შრომით არ გაამყარე, მადლი განგეშორება. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ქსურს, რომ თითოეული თქვენგანი სასოების საქმისათვის, იმედის მომცემი, იმედში მყოფობის საქმისათვის, ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას. ანუ რა მდგომარეობაშიც ეხლა არის და ეხლა ეს საღვთო მადლის მოქმედებით ხდება ეს ყველაფერი, ხო? და ჩვენი გული თურმე განცდელი ყოფილა საღვთო მადლის განცდის უნარი ქონია, ეს ცოტახანი პერიოდი რო გადაივლის, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ გულმოდგინება, უნდა ჩვენი ნებელობა ჩავრთოთ და ეს უნდა შევინარჩუნოთ. აი მას ამბობს პავლე მოციქული. ქსურს, რომ თითოეული თქვენგანი ინარჩუნებდეს იმავე გულმოდგინებას, რომ ეს იმედი მარადიული სიცოცხლისა და კეთილად ყოფობისა, ეს იმედი, ანუ სასოება სავსე იყოს, სრული იყოს. ამას ამბობს პავლე მოციქული. რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი, რაც გვამარცხებს ჩვენ, ეს ჯერჯერობით დარჩება არჩევანი კეთილი და დაგვესარება. იმიტომ რომ ჯერჯერობით ღვთისადმი სიყვარული ჩვენში არ ანთია.